რეჟისორი ლაშა უნიანი უნდა ჩავრთოთ პირდაპირ ეთერში გერმანიიდან. ის ძალიან აქტიურია მიმდინარე პროცესებში და ძალიან ადეკვატურია ხოლმე მისი განცხადებებიც. მე რაც მოვისმინე და მინახავს სოციალურ ქსელში ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად რას ფიქრობენ გერმანიაში, ქართულ დიასპორაში, როგორ ჩანს იქედან ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და სწორედაც აი ამ თემით გადავიდოდი მასთან სასაუბრო თუ ის უკვე არის პირდაპირ ეთერში ხაზზე თუა მე მეტყვის რეჟისორი და შემდეგ უკვე დავუთმობდი მას ეთერს. ლაშა, საღამოშვიდობის, მოგესალმებით. მადლობას გეტყვით სტუმრობისთვის. ხო, როგორ ჩანს მანდედან მიმდინარე მოვლენები, ხართ ჩართული, საკმაოდ აქტიური და ვადევნებ ხოლმე თვალს და დღესაც გადავხედე თქვენს ამბებს. რა არის მანდედან, რა არის ესე ვთქვათ, რაც შეიძლება რომ მანდედან აქ არსებულ პროტესტს თქვენ დაახმაროთ, ეს იქნება თქვენი ხმა, არ ვიცი სცენარი თუ ახალი სპექტაკლი თუ ასე შემდეგ. ხო, მივესალმები ტელემაყურებელს, მოგესალმებით, მადლობა ჩართვისთვის. ევროპიდან როგორ ჩანს საქართველო ალბათ უამრავმა ქართველმა გასცა ყველაფრის პასუხი. მე შემიძლია გითხრათ რომ მძიმედ ჩანს ეს ყველაფერი, უბრალოდ მოულოდნელად, იმიტომ რომ საქართველოსთან ურთიერთობა ევროპას ჩემი აზრით ჯერჯერობით დღემდე არ შეშლია. თანადგომა, თანაგრძნობა, გასაწიში თანადგომა, დახმარება თუ კი რამე მომხდარა, არ ვიცი თუ რამე პროექტი არსებობს ისეთი, რაშიც ევროპას მონაწილეობა არ მიუღია საქართველოს აღშენებლობაში ან კეთილდღეობაში, მე ძალიან ნაკლებად არ ვიცი. ალბათ ქართული საზოგადოების გადარჩენაში შიმშილით რომ არ დავხოცილდება, მაგრამ აქედან ბევრი რამე დაშავდა უკვე ბოლო 1 წლის განმავლობაში ევროპის მისამართით ისეთი მძიმე და საშინელი პროპაგანდა არის ჩართული. აი მაგალითად რაღაც მომენტში შეურაცხყოფილად ვძნობთ ქართველები თავს, ძირითადად პროპაგანდა ისეთ თემებზე აკეთებს აქცენტირებას, რომელიც მე ვფიქრობ, რომ მანამ აი ოცნება მოვიდოდა სათავეში, არც ერთ ხელისუფლებას ხაზი არ გავა ესეთი მძაფრი წერტილით არ მიუნიშნავს, აი დაახლოებით როგორ ვთქვა, აი ჰომოსექსუალისტებზე რაღაც ესეთი პირდაპირ მიმართულებით აქცენტირება, რომ აი თუ თქვენ ევროპაში ჩახვალთ, იქ კაცებს ათხოვენ, აუპატიურებენ და რაღაც აბსურდი, აი წარმოუდგენელი აბსურდები. არც ერთი კანონი არ არსებობს ევროპაში, რომელიც რომელიმე ქვეყანას აძალებდეს ერთსქესიანთა ქორწინებას, არ არსებობს. ძალდატანებითი ამ ქვეყნებში ევროპაში არსად არაფერი არ არსებობს რა. ეს ერთადერთი ადგილია მთელ დედამიწაზე, სადაც ადამიანი ჩემი აზრით ცხოვრობს ადამიანურად. და ის კანონმდებლობებში, კონსტიტუციაში, როგორც არის პირველი წინადადება მითითებული, რომ კონსტიტუცია ეკუთვნის ადამიანის უფლებებს, ამას იცავს ყველა ქვეყანა ევროპაში. აი ეს არის ყველაზე მთავარი, რაც ჩვენ ქვეყანაში მაგალითად ასწენილია, კარგად დიდი წლებია უკვე და მე უბრალოდ გული მწყდება იმაზე, რომ განა რა დანაშაული აქვს ესეთი ჩადენილი, რომ ესეც საშიშროებას იწვევს ევროპასთან ურთიერთობა. ხო, ევროპული ღირებულებები, იმიტომ არ უნდათ რომ ევროპა იქ ევროპული ღირებულება რა არის, რომ ის ადამიანზე ზრუნავს და ადამიანია მნიშვნელოვანი და არა სისტემა და აქ სისტემაა ვეშაპი და ადამიანი არავინ და ამის დარღვევა წყალია. მე უფრო კიდევ ვფიქრობ ერთ რამეს, რომ მე დაახლოებით 90-იანი წლებიდან ვარ ჩართული ევროპულ სამყაროში და მე ჩემი თვალით მარტო ნანახი არა, მე ძალიან ბევრი დიდი დატვირთული ტრაილერების გამომცილებელი ვარ, როცა 90-იან წლებში ბნელოდა საკვები არ არსებობდა საქართველოში, ეს ქალაქი, სადაც მე ახლა ვიმყოფები, ზაარბრუკენი, არის დაახლოებით ქუთაისის მოცულობის ხელა ქალაქი რა. 130-140,000 მაცხოვრებელი ყავს და ეს პატარა ქალაქი იმის გამო, რომ საპარტნიორო ურთიერთობა აქვს თბილისთან, აი ამ ხელა ვეშაპის ხელა ქალაქს არჩენდა მთელი წლების განმავლობაში რა. აი ეს პატარა ქალაქი. ხო და მე მომსწრე ვარ იმ გაცილების ღამეები ხდებოდა, როცა ვაცილებდი ტრაილერებს საქართველოსკენ დატვირთულ
ჩაატვირთოს ჰუმანიტარულ დახმარებას და ასე რა მოთვლის და მე გამოსწორდა სიტუაცია მე შუქი მოვიდა მე ამ ქალაქის ძირითადი მაცხოვრებლები არიან ვინც დაქცევა იმუშავა თბილისში რომლებმაც ძალიან დიდი საქმეები შეასრულეს თბილისში პროექტები შექმნეს რომელსაც ალბათ ძალიან უთვალავი თანხები დასჭირდებოდა ეს რომ დაუშვათ გაეკეთებინა აღმოსავლურ ქვეყნებს ან რომელიღაცას რა და ძალიან გულდასაწყვეტია რომ ესე ერთი ხელის მოსმით შეიძლება სხვათა შორის მე როგორც ხელოვანს წელს პირველი საზაფხულო ზეიმი ქონდა ამ ქალაქს სადაც ქართველებმა მონაწილეობა არ მიიღეს ანუ თბილისმა თბილისთან დამეგობრებული ვარ და 50 წელია უკვე ზაარბრუკენ თბილისის ურთიერთობა არსებობს უამრავი საოცარი საქმეები მომხდარა და წელს პირველად მოხდა რომ როცა თბილისიდან წარმომადგენლობა არ მონაწილეობდა ზაარბრუკენის საზეიმო დღეებში. ანუ ეს ძალიან გულდასა მხოლოდ აქ მაცხოვრებელი ქართველები ვიმყოფებოდით როგორც საქართველოს წარმომადგენლები ასე მე 30 წელზე მეტია საქართველოს წარმომადგენელი საზღვარგარეთ და ნებისმიერ ქვეყანაში არ სადაც კი მოღვაწეობა არ ვიცი ჩემი საქმიანობა შემესრულებია ყველგან ქართული დროშით დავდივარ ხო მაგრამ ეს ოფიციალური მხარე რომ არ იმყოფებოდა თბილისის წარმომადგენლობა ამ წელს ზაფხულში ზაარბრუკენში ძალიან გულდასაწყვეტია ნუ შეცდომაზე ნამდვილად სამწუხაროა და ამ ყველაფერს აკეთებენ ისევ ჩვენი სახელით იმიტომ რომ როცა წარმომადგენლობა არ მიდის რაღაცა ზიანს გაყენებს შენ იმიტომ რომ შენ ასე არ ფიქრობ თუმცა ხელისუფლება რომელიც ცალსახად რუსულ დავალებებს ასრულებს და ის რაღაცა ასე იქცევა გამოდის რომ თითქოს შენ გვინდა თუ არ გვინდა ისინი ჩვენ წარგვადგენენ ხო ლეგიტიმურები არიან ლეგიტიმურები ჩვენი სახელით ლაპარაკობენ რომ თითქოს რაღაც ეს არის ძალიან გულდასაწყვეტი თითქოს ჩვენ კი ბატონო როდის კიდე რომ აი საშიშროება დგას იმის რომ თუ ეს სერიოზულად გაგრძელდება და რაღაც წყვეტა მოხდება ევროპასთან ურთიერთობის დარწმუნებული ვარ რომ ის ფინანსური დახმარებები რაც შემოდიოდა ევროპიდან საქართველოს მიმართულებით ის თუ შეწყდა და ყველაფერზე ჩაიკეტა ესე რომ ვთქვათ ხო საზოგადოების შიმშილობა დაიწყება აუცილებლად შეეთყობა ქვეყანას რომ ადამიანებს არ ეკნებათ სახლიდან გამოსვლის საშუალება არ ეკნებათ ელემენტარულად ის რომ წლების განმავლობაში ეს როგორ ვთქვათ ბრჭყალებში დაბოლილი საზოგადოება რომ აი ხვალ ჯიბეს დაეთყობა ზეგ მაცივარი გაისება 3 დღის მერე ესე იქნება მე ელკნებს ავწევთ და რაღაც კოსმოსში ეს ტყუილები ხო ეს ამდენი წლების განმავლობაში დააგროვდა და არავის ამ ჯიბეზე რამე დატყობია და არც მაცივარი გავსებულა და ეს უფრო დაიცლება ის მაცივარები საერთოდ გამოიცლება ჯიბეს დაეთყობა მარტო არა შარვალით შეიძლება საშოვნელი გაუხდეთ ძალიან ძვირად ეს ესე მარტივი არ არის დღეს რომ საქართველოს მაინც სადღაც წარმოუდგენელი მგონია რომ ქართულმა საზოგადოებამ ამხელა ისტორიის ქვეყანამ და ერმა ამ მე რა თქმა უნდა ყველაფერი შეიძლება დააბრალო მაგრამ უმადური ქართველი არ არის და ეხა ამათი ქმედებებით იმხელა უმადურობა და არ ვიცი კიდე ბევრი რამ შეიძლება ვთქვათ რომ შეუძლებელია რომ ეს შენარჩუნდეს დიდხანს ის კი არა კარგი ამბები არ ნარჩუნდება დიდხანს და ცუდია ხო არა მესმის და გეთანხმებით ერთადერთი იმედი რჩება იმის რომ ალბათ კიდევ არის დრო დარჩენილი იმ რაღაც ხელოვნურ არჩევნებამდე რომ იქნება და განა რა სიტყობს ევროკავშირი დღეს დილით გადავავლე კიდე თვალი განა რა სიტყობს ამ უკანონო პატიმრების გამოშვებას პოლიტპატიმრების ითხოვს კანონიდან ამოღებას იმ კანონების რომელიც არ ეკუთვნის საქართველოს სახელმწიფოს ევროპასთან და თავისუფალ ცივილიზებულ სამყაროსთან არსებულ ქვეყნებში არ უნდა არსებობდეს ეს რაღაც კანონები რომელიც ადამიანს რომელიც ბრძოლობს შრომობს იღწვის სიკეთისთვის და იყოს აგენტი არ შეიძლება უბრალოდ შეურაცხყოფა
ყოფა ადამიანის, იმიტომ რომ ადამიანი კეთილი განწყობით არის და უცებ ვარქმევთ მოღალატეს, უცებ ვეძახით რომ მტერი ხარ, უცებ რაღაც თავდასხმის ეპითეტებს უძებნია მეტსახელებს ეძახიან, ხო, ნამდვილად წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ეგეთი რამ, აი მე იცით რა სადა მაქვს კიდე გულდაწყვეტა, რომ ხო გასაგებია ეხლა ადამიანს რომელსაც დაუშვათ ევროპასთან შეხება არ ქონია, არის მის დაუშვათ უცხო ენები და მხოლოდ არის დაუშვათ ჩემი თაობის ან ჩემზე უფროსი თაობის და მხოლოდ რუსული ენა ესმის და მისთვის დიდ ფასეულობას დაუშვათ არ წარმოადგენს გერმანული, ინგლისური ენები და მაგრამ მის გვერდით მეზობელი ახალგაზრდა ხო წარმოადგენს ადამიანებს, რომლებმაც მომავალი უნდა შექმნან, რომლებმაც უნდა განათლება მიიღონ, როგორ შეიძლება ბრმად უყურებდეთ ყველაფერს, როცა ხელისუფლების წარმომადგენლების შვილები და შვილიშვილები ყველანი ევროპასა და ამერიკაში განათლებას ღებულობენ, ათეული წლები ცხოვრობენ, მოქალაქეობას იღებენ და შემდეგ მათ უსმინოთ თუ როგორ ლანძღავენ ამერიკას, ევროპას, დასავლეთს და ის უფრო გჯეროდეს, ვიდრე ის რომ ის თავისი შვილებისთვის თან ისეთი შევიწროვებულია და ისეთი მწირია მათი ლექსიკაც, ანუ იქამდე დავიდა, რომ აი რაღაცა ყველაფერი ამოიწურა, ყველა საქმე უკვე ჩამოღებული და ამუშავებული და დარჩათ რაღაც ხო რაღაც თქვენ თქვით რაღაც ის და მოდით შევაჯამოთ ვიდრე დაგემშვიდობებით, ხომ არ გეგმავთ თბილისში ჩამოსვლას წინ ალბათ თბილის და არა მხოლოდ თბილის ელის კიდევ ასე ვთქვათ ბრძოლა თუნდაც ქუჩის საპროტესტო აქციებით, იმიტომ რომ წინ ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული არჩევნები გველის და ალბათ უფრო მეტად ბრუტალური იქნება ოცნება ვიდრე იყო, იმიტომ რომ ისინი უკან არიხევენ და ალბათ ვაბანგზე არიან ამით წასულები საზოგადოებასთან, ისე არიან დაპირისპირებულები. ეს არის საშიშროება, მე არასდროს არ დავუშვებ უბრალოდ ჩემთვის მაგალითად მე თითქმის 90-იან წლებში რაც კი მომხდარა საქართველოში ყველაფერი გამოვლილი მაქვს, ფიზიკურად, პრაქტიკულად გამოვლილი მაქვს, ასე რომ ჩემთვის საოცარი არაფერი, ერთადერთი გულდასაწყვეტი იქნება 90-იან წლებში რაც მოხდა, ისევ ქართველი საზოგადოება რომ ერთმანეთს მიადგა და პასუხს თხოვდნენ ერთმანეთს, ამ დროს ეს ყველაფერი რუსული გეგმა იყო და შესრულდა. აი მაგის საშიშროება მაქვს მე მხოლოდ თორე მტერთან დახვედრე საშიშროება ქართულს არასდროს არ ქონია რაღა ეხლა კი შიგნით არ უნდა ახლაც ეს არის ხო ერთმანეთს დააპირისპირეს და ეს არის საშიშროება, რასაც მე ყველაზე ძალიან და მძიმე და მძაფრად აღვიქვამ, რომ არ მოხდეს ძმათან რაღაც შეხება ერთმანეთთან, იმიტომ რომ სამოქალაქო ომი არ მთავრდება. და იმიტომ რომ სამოქალაქო ომს ძალიან ბოლო არის, ანუ დასასრული არ აქვს, სიმართლე რო ვთქვათ რა. მტერთან ბრძოლა ჯობია თითქმის ყოველ დღე, ვიდრე შიდა ომები და შიდა შეუთანხმოება. როდის გელოდოთ თბილისში? მე ვაპირებ ძალიან მალე ალბათ სულ რაღაც რამოდენიმე შეხვედრა მაქვს დარჩენილი. ეხლა არის სეზონი, იწყება საშვებულობო პერიოდი და შვებულების წინ არის შეხვედრები შემოდგომით სამუშაო გეგმებთან დაკავშირებით. აი რამოდენიმე შეხვედრა ჰქონდა იტალიაში და ეხლა ვაგრძელებ აქ გერმანიაში და ვნახოთ რამოდენიმე შეხვედრის შემდეგ გამოვემგზავრები სამშობლოსკენ. მე მიყვარს ძალიან ჩემი სამშობლო. ძალიან საინტერესოდ საუბრობთ, არ მინდა რომ დაგემშვიდობთ, მაგრამ დროს გადავასილეთ და თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ მეჩხუბება ახლა ჩემი პროდიუსერი. მე ყველას გისურვებ ნამდვილ მშვიდობას. მადლობა ლაშაონიანი რეჟისორი გვერდთვებოდა გერმანიიდან, მადლობა მას სტუმრობისთვის.